ის ტრაგედია გვახსოვს საივნის ჩამონგრევის შედეგად რომ დაიღუპნენ. ახლაც არ გვინდა იგივე განმეორდეს. მარნეულში რამდენიმე 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აივნები ავარიულ მდგომარეობაშია. მოსახლეობის უსაფრთხოება სერიოზული რისკის ქვეშ დგას. ამჟამად ამ შენობების უმეტესობაში აივნებზე რკინა-ბეტონის კონსტრუქცია ჩამოშლილია, მეტალის საყრდენები კი დაჟანგებული, რაც ჩამონგრევის საფრთხეს ქმნის. კადრებში ნათლად ჩანს თუ როგორ არის აივნები მოძველებულ, გამოუსადეგარ გარდა ავარიულ მდგომარეობაში. ადგილობრივი მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს პრობლემა მათ წლებია აწუხებთ და მიუხედავად მიმართვებისა, რეალური ზომების შესაბამისი ორგანოებისგან ჯერ კიდევ არ არის მიღებული. მათი თქმით, აივნებს გამაგრება გაძლიერებითი სამუშაოები ესაჭიროება. ადგილობრივი მოსახლეების ნაწილი აივნებით ვერ სარგებლობს, რადგან დღითიდღე იშლება ბეტონის კონსტრუქცია და ამის გამო საშიში ხდება მათი გამოყენება. მეტიც, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კორპუსის მეოთხე სართულის აივნიდან ბეტონის რამდენიმე ნაწილი ჩამოიშალა. Niyə gəlib yoxlayıblar, baxıblar. 2-3 dəfə gəlib baxdılar. როგორც ხედავთ, აივნები ჩამონგრევის პირასაა. ესაჭიროება შეკეთება და განახლება. მოვიდნენ შესაბამისი სამსახურებიდან 2-3 შეამოწმეს, თუმცა ჯერ არაფერი არ არის გაკეთებული. ყურადსაღების საკითხია, რომელსაც სერიოზულად უნდა მიუდგნენ, იმისათვის, რომ ტრაგედიები აღარ განმეორდეს. ამ კორპუსის აივნები თითქმის ყველა არის დაზიანებული და მოძველებული, რომელსაც შერემონტება სჭირდება. თქვენც ხედავთ თუ რა ვითარებაშია ეს აივნები. ამასთან იქით მხარეს რამდენიმე დღის წინ ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ ადამიანს აივანზე ნაგვის ურნის დადებაც კი ეშინია. ასე გგონია იმ ბეტონთან ერთად ჩამოვარდები. მე ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენჯერმე ვიყავი მერიაში და მითხრეს, რომ ამაზე მათ პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ და რადგან კერძობინებია, ყველამ თავად უნდა მიხედოს. მოგეხსენებათ ამას რამხელა ხარჯები აქვს. სახელმწიფოს დახმარების გარეშე რთულია. შესაბამის ორგანოებს შესაძლებლობის ფარგლებში ვთხოვ, რომ ეს საკითხი მოაგვარონ. სამწუხაროდ არ აქცევენ ყურადღებას ამ საკითხს, ძალიან საშიშია. ასეთ ვითარებაში აივნებით სარგებლობა. კარგი იქნება თუ დროულად მიხედავენ ამ საქმეს. გადაღების დროს ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა საკუთარი პრობლემური აივნის საჩვენებლად თავის საცხოვრებელ ბინაში აგვიყვანა. მისი თქმით, აღნიშნული აივანი ჩამოშლის პირასაა და ზოგიერთი ნაწილი აქამდეც იყო ჩამონგრეული. რა 10 კაცი იყო, 5 კაცი იყო, მოვიდნენ დავინახე რომ ასეთი ცუდია, ასეთი ამბავია, გორფული ბერადი როგორც ჩვენ რასოში ვარ, მოდით ნახეთ ჩემი სახლის როგორია. თქვენც ნახეთ, თქვენც ამფროსი ხარ, რა ქონა, ჩვენც ხარ მოსული, მე ვთქვი კარგი ხარ, და ამოდით, მე ხუთ სართულზე ნახეთ. რა თქმა უნდა, მე ხუთ სართულზე, მე დავინახე გარედან რაც არის. და არავინ არ მოსულა, ამან და არა ვარ მაგდებული, ჩვენ როგორ გავაკეთებ, როგორ შეიძლება, შეიძლება. მე რა გავაკეთებ, მე რა, გახსოვთ შენობიდან რამდენი ხალი ჩამედა, მოკდა, რა გავაკეთე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მარნეულის მერის მოადგილეს როინ დეკანოიძეს დაუკავშირდით. მან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება გარკვეული სამუშაოები და შესაბამის ზომებს აუცილებლად მიიღებენ. პროცესები სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტები, ექსპერტიზები და ასე შემდეგ. დიახ, რა თქმა უნდა, ეს კონკრეტულად ყველა უნდა გამოვიდეს, რა თქმა უნდა. ცნობისთვის 2022 წლის 26 ივნისს მსგავსი პრობლემის გამო მარნეულში მოხდა ტრაგედია. კერძოდ, ქალაქ მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე მდებარე 5-სართულიანი შენობის მეხუთე და მეოთხე სართულები ჩამოინგრა. შედეგად კი 2 ქალი გარდაიცვალა, 2 არასრულწლოვანი კი მძიმედ დაშავდა. მიმდინარე წლის 10 ივლისს კი რუსთაველის ქუჩის 91 ნომერში მდებარე 5-სართულიანი საცხოვრებელი შენობის შესასვლელთან მდებარე ბეტონის კონსტრუქცია ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.